გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემას ვიწყებ ცენტრალური თემით, თან ცენტრალური თემით და თან სოლიდარობით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია 99-3-ის წინააღმდეგ. რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორც ისიც პატიმრებს შორის ერთ-ერთი ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი ონისე ცხადაძეა, სოლიდარობას უცხადებ რეჟიმის პოლიტპატიმრებს და მალე გათავისუფლებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო მეგობრებო. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. გადაცემის წარმოდგენია PSP. საქართველოს არალეგიტიმური მთავრობას ახალი საფიქრალი და სატკივარი გაუჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციის გარდა. ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი ფინანსური სანქციები დაუწესა რეჟიმის 4 მაღალ ჩინოსანს ძალოვანი სტრუქტურებიდან, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პროკურორი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ვინც ონისე ცხადაძე და დანარჩენი პოლიტპატიმრები დააკავა, შემდეგ უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, შემდეგ ის ფონდები დააყადაგა, რომლის საშუალებითაც პატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ. ზუსტად ის ადამიანები აღმოჩნდნენ მკაცრი სანქციების ქვეშ. მათ ანგარიშები დაუყადაღეს საქართველოს მსხვილმა ბანკებმა სხვათა შორის. მოკლედ ქართული ოცნების დასანქცირებულ მაღალჩინოსნებზე გაცილებით უკეთ დღეს ონისე ცხადაძეა ციხეში ძვირფასო ტელემაყურებელო მორალურადაც და უკვე ფინანსურადაც მინდა გითხრა. თქვენ გონიათ ქართულ ოცნებას ეშინია ევროსაბჭოს რეზოლუცია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნები და ბრიტანეთის სანქციები, რას უკაცრავად. ნახოთ უდიდესი ქართველი პოლიტიკოსის ნინო წილოსანის განცხადება. ჩვენ აღარ ვართ ერი, რომელიც ვერხვის ფოთოლივით ირხევა გარედან წამოსული კრიტიკის თუ შეტევების შესაბამისად. ნინ არ შემიძლია არ დაგეთანხმო. მეცაც გეტყვი, ჩვენი ქვეყანა ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარივით აშრიალდება უშორეს ზღაპრად. თუ ეს საჭირო იქნება, რა თქმა უნდა. არა ნინ. ძალიან მეპოეტურებით და ძალიან მეგალაქტიონებით ქალბატონო ნინო. ძალიან ასეთი მკაცრი და ულამაზესი განცხადებით დახვდა ნინო წილოსანი დასავლეთის შემოტევას. აქვე მინდა დავამატო, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქართული ოცნება გაზაფხულივით მოგვეპარა და გაზაფხულივით ჩვენში დარჩა აგვერ უკვე მე-13 წელია. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა არალეგიტიმურმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ოცნება ჩვეულებრივი რუსული ძალაა. ნახოთ როგორი ტექსტი გაავრცელა მთავრობის ოფიციალურმა გვერდმა 9 აპრილს. არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ. 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როგორც უცხოური ძალის ენაზე იტყვიან ივოსნაეთ. ობახიძემ უცხო ძალამ განახორციელა ძალადობაო, კი, უცხოური ძალა იყო. როდიონოვი ხო წარმოშობით ჩრდილოეთ კაროლინადან იყო. რა კავშირშია რუსეთთან საერთოდ როდიონოვი. გლობალური ომის პარტიას და Deep States რეიგანიც მუჩში ყავდა მაშინ. და ეთყობა მაგათი იქიდან არის ყველაფერი. ირაკლი კობახიძე, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი უკვე განცხადებებს კი აღარ ავრცელებს სირცხვილებს. მის ნათქვამს განცხადებების ნაცვლად უნდა უწოდოთ სირცხვილი. ირაკლი კობახიძემ გაავრცელა მორიგი სირცხვილი. ესე რომ უნდა დავართვათ ყველაფერს თავისი სახელი. მეც მინდა მსგავსი განცხადება გავაკეთო. ვინმე რო არ გავაღიზიანო, ასე ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ ეს მთავრობა არის განთავსებული უცხოური ძალის ტანის ქვემო უკანა მხრის რბილ ნაწილში მდებარე ღრმულში. პირდაპირ ხო არ ვიტყვი რუსეთის იქ თქონმა, ხერხულია მე. უცხოური კორექტული ვარ. მოკლედ 9 აპრილს ოცნებიდან რუსების საერთოდ არავის უხსენებია ძვირფასო ტელემაყურებლებო. არავის. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ რუსები საერთოდ არ შემოსულან 9 აპრილს ჩვენთან. ან თუ შემოვიდნენ, მშვიდობიანად შემოვიდნენ
და ჩვენ წამოვეგეთ პროვოკაციაზე. მე ასე ვფიქრობ 9 აპრილს. აშკარად შეეძლო მერაბ კოსტავას ამ კონფლიქტის არიგდება. ცოცხლები რომ იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ახლა იქნებოდნენ დაბარებული თეატრულუკიანის საგამოძიებო კომისიაში. თეადასვამ და კითხვას, თქვენ გქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რატომ არ აირიდეთ საფრთხე თავიდან? ზვიად მერაბ ხმას ნუ უწევთ. ხმას ნუ უწევთ თუ შეიძლება. არავინ არ არის აქ თქვენზე დაკლები პატრიოტები და კაცები. წესიერად მოიქეცით. ესე იცის ხოლმე. 9 აპრილს მემორიალთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტპატიმრების შოვლები. ისინი წინა დღით მივიდნენ რუსთაველზე, მთელი ღამე იქ გაათიეს. დილით მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი. ამის პარალელურად ქართულმა ოცნებამ საკუთარი აქტივისტები მიუგზავნა პროვოკაციის მოსაწყობად. შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილს ახალგაზრდებმა მემორიალთან ტიტები მიიტანეს და მთავრობამ ტიტუშკები. გადავდივართ სკანდალურ თემაზე. გაავრცელდა ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვა. გვარამიამ გაავრცელა ესეთი ინფორმაცია. ტრაფიკინგის ხერპლია ირაკლი ღარიბაშვილი, მე ასე ვფიქრობ. შეიძლება ახლა მისი ნების წინააღმდეგ ამუშაოს, ხო? მოკლედ უკვე ოლიგარქის მსახურებაში ყოფნისთვის მხოლოდ სული აღარაა საკმარისი ძვირფასო მეგობრებო, პასპორტსაც ითხოვენ. პასპორტი ალბათ იმიტომ ჩამოართვეს, რომ უცხოეთში არ წავიდეს ყოფილი პრემიერი, რაღაცებს შეატყო ეთყობა ბიძინამ, რომ რაღაცა და ჩამოართვა პასპორტი. ანუ შეიძლება ითქვას ბიძინას ღარიბაშვილი პასპორტი ტყავს დაჭერილი. ესე იგი ღარიბაშვილს ქვეყნის დატოვება უნდა. ესე გაავრცელეს ინფორმაცია, ვერ გადის, პასპორტი არ აქვს. ბაჩიაშვილისგან განსხვავებით ირაკლის ცოტა რაღაცა სხვა გაბარიტების ისჭირდება. Toyota Camry-ის უკანა სამალავი არ დაჭირდება, მინდა გითხრათ. ღარიბა ახლა ისია დაპატარავებული. შეგიძლია ვიზიარის 8 კილოიან ხელჩანთაში ჩადო და ისე გადაიტანო საზღვარზე, რომ წონაშიც რო არ გადაიხადო თეთრი. ბიძინა ისია შიშებით შეპყრობილი, რომ შეიძლება ღარიბაშვილი დენდროლოგიურის რომელიმე გალიაში წავდეს გამოკეტილი. არ ვიცი, მე არ მესმის, რატომ არ ენდობა ამ ადამიანს. კაცმა მთელი თავის ცხოვრება შეალია ბიძინა ივანიშვილს. მართლაც აი ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით შეალია ბიძინა ივანიშვილს. ბიძინას ზებრამ შეიძლება უფრო მეტი ილაპარაკოს ბიძინას წინააღმდეგ, ვიდრე ღარიბაშვილმა და რატო შეიძლება ღარიბაშვილს არ ენდებოდეს, მე არ მესმის. ღარიბაშვილი ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ პასპორტი აქვს ჩამორთმეული. ხმა რო ამოიღოს, დაუტოვებენ მარტო ჩუსტებს და სალამურს. რითაც მივიდა ბიძინასთან და საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი, მხოლოდ იმ ორ ნივთს დაუტოვებს ჩემი აზრით. მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ქართულ ოცნებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს. უფრო სწორად უკვე გამოყენებული ჩინოვნიკების მოშორების პროცესს. რამდენიმე დღის წინ აჭარის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ისე უეცრად მოწელეს თანამდებობიდან, რომ პრესკონფერენციას კი არ ჩაატარებინეს. პრესკონფერენციას ვინ დაეძებს, რიკოძე ჩამოსვეს სასადილოსთან და იქ დატოვეს. ალბათ იტყვით ამდენი წელი მორჩილად ემსახურა ბიძინა ივანიშვილს და ისე გააგდო ხმაც არ ამოაღებინაო. აი სწორედ ესაა ბიძინას მონობის სიმძიმე. თავიდან შეგაქებს, გაგანებიურებს, ცოტას აგამჩატებს, მერე გაგაყეყეჩებს, მერე ცოტას გაგათამამებს, ცოტას ამბიციურსაც გახდის და ბოლოს ისე გაგაგდებს. მიხვდები რომ კაპიკია შედიფასი. ასეთია ოლიგარქის ბუნება, რით ვერ დაიმახსოვრეთ. ასე რომ ოცნების ჩინოვნიკებს მინდა მივმართო, ძალიან გიხარიათ ის, რომ ჯერ კიდევ თანამდებობებზე ხართ. იგივე გელით თქვენც, უბრალოდ ჯერ თქვენ ხართ ცოტათი გათამამების ეტაპზე. და ვერ გძნობთ აი ამ საფრთხეს. სანქციების ხალხის პროტესტის და ოცნებაში საკადრო გაუგებრობის ფონზე მთავრობამ ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში და კანონში. კერძოდ კი საარჩევნო უბნებზე იკრძალება ფოტო-ვიდეო გადაღება და პირადობის მოწმობის მოთხოვნა, რომ მოსთხოვო, რომ მანახი შენი პირადობის მოწმობა. აი კომისიის წევრების მიერ რომ მოითხოვ ამის მოთხოვნა, ესენი იკრძალება. ცოტაც გაუძენით ხალხო და სულ მალე აი ნახავთ არჩევნებზე ჩვენი მისვლა საერთოდ აღარ იქნება საჭირო. მე როცა მაგალითად ახლა ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ, საკუთარ თავზე მეტად ბატონ ბიძინას ვენდობი მე პირადად. რა თქმა უნდა, იმან უკეთ იცის ჩემი კეთილდღეობისთვის რომელი კანდიდატია უკეთესი იმ არსებული ერთი კანდიდატიდან.
რომელიც ბიულეტენში იქნება. უახლოეს მომავალში CSKO-ში ასევე მიიღებენ კანონს, რომლის მიხედვითაც თუ ვინმე მოქალაქე ბღუჯად ყრის ბიულეტის ურნაში, ხელი არ უნდა შეუშალოთ და უნდა მისცეთ საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს ამ ერთმა ადამიანმა 1000 თანამოქალაქის თავისუფალი არჩევანი. ამაშიც უნდა მივანიჭოთ თავისუფლება. და წყნარ გარემოში. ალბათ გახსოვთ ქართული ოცნების უცნაური ლობისტი ამერიკაში კიმბერლი ლოუ, საოცარი ქალბატონი. საოცარი. მოდით ნახოთ რა გარანდიოზული გეგმები აქვს კიმბერლის საქართველოსთან დაკავშირებით. სოფლიო მშვიდობის სამიძე კიმბერლი ამბობს, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული საქართველოში. საქართველოში ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი. სავარაუდოდ კიმბერლი ლოუს მსგავსად ტრამპს, პუტინს და სი ძინპინსაც ზუგდიდის საკრებულო უმასპინძლებს. კიმბერლი ლოუ ფაქტიურად გვეუბნება, რომ საქართველოს იქნება მსოფლიო პოლიტიკის ჭიპი. აქ გადაწყდება, როგორ გადანაწილდება მსოფლიო. თან წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოხდება საქართველოში, და აქ ამხელა საქმეში რომ მონაწილეობას მივიღებთ ჩვენ, საქართველოს, ჩვენ ისევ ეს პატარა ქვეყანა დაგვრჩება. თვითონ გადაინაწილებენ, ანუ აქ ხდება ყველაფერი. ძალიან სერიოზული ლობისტი ყავს ქართულ ოცნებას ამერიკაში ამ ქალის სახით. ისე მაგრად დაალაგა სიტუაცია, რომ პირდაპირ აქ აწყობს მსოფლიო 3 გიგანტი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას. ფაქტიურად კიმბერლიზე დგას მსოფლიოს მშვიდობის ბედი. არა და აქ რომ იყო ჩამოსული ზუგდიდში ვათხოვებდით. ბედზე ვართ გადარჩენილები, ვიღა მოიცლი და მე აი ამ მსოფლიოსთვის და აი ამ სამიტისთვის ფულში ექნებოდა ხელები ახლა ამ ქალს ჩადებული. გადავრჩით მართლა ბედზე რა, არა და ყავდა კაი მთხოვნელი ყავდა, კაი მეგრელი ბიჭი. ბოლოსკენ შემოვინახე ისეთი საათუთი და ულამაზესი თემა, როგორიცაა ირაკლი კობახის ინტერვიუ ნოე სულაბერიძესთან. ჩემი აზრით ეს არ იყო გადაცემა, ეს იყო ხელოვნების ნიმუში. ეს გადაცემა უნდა ინახებოდეს ეროვნულ მუზეუმში. ნოე სულაბერიძე ისე უყურებდა ირაკლი კობახიძეს ინტერვიუს განმავლობაში, როგორც ნოე უყურებს ირაკლი კობახიძეს. რამე შედარება მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ამას სხვას ვერ შევადარებ, თვითფასო მეგობრებო, შეუდარებელი იყო. ორიგინალური იყო მთლიანად გადაცემა. ასევე ორიგინალური იყო დამშვიდობებაც. აი ვნახოთ, როგორ დაემშვიდობა ნოე ირაკლი კობახიძეს. ვნახოთ. კი არ წამოდგნენ და ისე კი არ ჩამოართვა ხელი, არა, მაქსიმალურად დაიხარა და ქვემოთ ჩამოართა ხელი ფსკერთან ახლოს. ირაკლი კობახიძე გადაცემის სრულობისას დაიღვარა ბიძინას კომპლიმენტებად. საოცარი სიტყვები თქვა ბიძინა ივანიშვილიძე, ძალიან დიდი ცოდნას იღებს, როდესაც აკვირდება იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს ურთულეს საკითხებზე. მე მაოცებს მისი თვალები, ბროლის კბილები. მას შემდეგ რაც ის გავიცანი ვაღიარეს სრული აპოთეოზის, სულიერი სილამაზისა და სიმშვენიერისა. ზურიკელა რომ მერისთვის წერილს წერდა, მსგავსი ფრაზებს ამბობდა ირაკლი კობახიძე ბიძინაზე. მოდი ნახოთ რა უპასუხა ირაკლიმ ნოეს შეკითხვაზე, თუ ვისგან იღებს ის რჩევებს. ვინ არის თქვენი საუკეთესო მრჩეველი? ჩვენი გუნდის საბატონო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის, ასე ვთქვათ, ლიდერი და ამიტომ ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც საგვირდები იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახიდან რჩევებიც ბუნებრივია. მაქვს ასევე იმის ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი იყო მამაჩემი. რჩევებს ძირითადად ბიძინასგან და მამაჩემისგან ვიღებო. ჯერ ბიძინა თქვა და მერე მამა. არცაა გასაკვირი, მამა ერთია და ბიძინა ერთადერთი. თანმიმდევრობას დააკვირდით, როგორ უპასუხა ირაკლი რჩევებს ძირითადად ბიძინასგან და მამასგან ვიღებო. პირველი მაინც ბიძინაა და მამის რჩევაც ეგ არის, რომ ბიძინას რჩევები გაითვალისწინოს. მიხვდით რაშია საქმე. მორიგი საინტერესო ფრაზა თქვა ირაკლი, მოდით ნახოთ ეს ვიდეოც. რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი და გადათხოვეთ, რომ
რაღაც ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია მას თავისი ნაბიჯების, სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება. ბიძინას სვლების ჭადრაკისებული გათვლა შეუძლიაო. მართალია ჭადრაკი არ იცის, თორე სვლები იცოცხლე არაჩვეულებრივად იცის. ივანიშვილა იდეალურადაც კი. რომ დავაკვირდეთ ბიზნეს ნაბიჯებს, მართლაც რომ ჭადრაკისებულ სვლებს და გათვლებს აკეთებს. 2012 წელს რომ მეფე გახდა, იმის შემდეგ სასწაულო როქებს აკეთებს. როცა უნდა წაავა, როცა უნდა დაბრუნდება, პაიკებს წირავს, ძირითადად და ხანდახან ამ პაიკების წყალობით კაიხნის დახოცილ ფიგურებსაც აცოცხლებს და აბრუნებს პოლიტიკაში. ჯერჯერობით იგებს პარტიას, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ბიზინა ივანიშვილის თამაშის ბოლოს მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრის მოსახლეობა. ძვირფასო მეგობრებო, აი ამით მინდა დავასრულო დღევანდელი ჩემი მონოლოგი. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობს. მადლობთ. გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.